ქართული ოცნების ლიდერები მართალია ევროპას ლანძღავენ, მაგრამ საკუთარ შვილებს უმაღლესი განათლების მისაღებად სწორედ ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში აგზავნიან. საქართველოში კი ოცნების მაღალჩინოსნების დიდ ნაწილს თავიანთი შვილების საჯარო სკოლებში კი არ დაჰყავთ, არამედ კერძო სკოლებზე აკეთებენ არჩევანს. მაგალითად, შვილების განათლებაში ათასობით ლარს ხარჯავს ოცნების პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მან გასულ წელს ორი შვილის განათლებაში 38347 ლარი გადაიხადა. ევროპულ სკოლაში ასწავლის ერთ შვილს ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, ხოლო მეორეს დიდ ბრიტანეთში. დეკლარაციის მიხედვით გასულ წელს გეკა გელაძემ ერთი შვილის სწავლაში 20000 ლარზე მეტი გადაიხადა საქართველოში, ხოლო 35000 ფუნტი ლონდონის უნივერსიტეტში. ოცნების ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმაც ასევე 14000 ლარი გადაიხადა ორი შვილის სწავლაში. ოცნების გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილს 3 შვილი ჰყავს და სამივე შვილის განათლებაში 18195 ლარი გადაიხადა მაგალითად გასულ წელს. ოცნების კიდევ ერთი მინისტრი მიხეილ სარჯველაძეც შვილის სწავლაში 5000 ლარს იხდის წელიწადში. შალვა გოგოლაძეც ოცნების სპორტის მინისტრია და მასაც ასევე ფასიან სკოლაში დაჰყავს შვილები. ერთი შვილის სწავლაში მან 15000 ლარი გადაიხადა გასულ წელს. მეორე შვილის განათლებაში კი 3000 ევრო. საკუთარი შვილებისთვის კერძო სკოლა აქვს არჩეული კალაძეს და წულუკიანსაც. ასეთი მაგალითები ძალიან ბევრია და ეს იმის ფონზე, როცა საჯარო სკოლებში ხშირად ერთ შენობაში ორი სკოლაა შესახლებული და ბავშვებს აღარ რჩება სივრცე განვითარებისთვის. არაერთ სოფელში კი სკოლა საერთოდ არ აქვს ბავშვებს და მეზობელ სოფელში უწევთ სკოლაში სიარული. საჯარო სკოლებში ხშირად არც საპირფარეშოა მოწესრიგებული. შეიძლება არც საპონი იყოს და არც ტუალეტის ქაღალდი, მაგრამ ოცნებას ეს არ აწუხებს. ეს მათი შვილების პრობლემა არ არის. ამავე დროს ყოველ არჩევნებზე გაცემული დაპირების მიუხედავად, ოცნება ვერ იმეტებს თანხებს საჯარო სკოლებში ბავშვების გამოსაკვებად. მაშინ როცა ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი პარტიულ ღონისძიებებსა და კონცერტებზე იხარჯება. ხალხს კი არ წმუნებენ, რომ ქვეყანაში ეკონომიკა იზრდება და სიღარიბეს ვამარცხებთ.